ანა გოგოლაძე კოალიცია ცვლილებების ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამიას თანაპარტიელია ჩვენი გადაცემის სტუმარი ანა მოგესალმებით მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის ანი წითლიძემ გამოთქვა მოსაზრება რომ ეს არის რადგან ციხეში დაგვიანებით აღწევს ინფორმაცია ეს არის დაგვიანებული რეაქცია შეიძლება ასე ითქვას და ჯერ კიდევ მოლოდინი და იმედი ნიკა გვარამიასი რომ შესაძლებელია ლელოს ლიდერებმა გადაიფიქრონ არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა ვიცით მათი საბოლოო პასუხი დიდხანს არც უფიქრიათ იქვე საპატიმროს კართან დააფიქსირეს რომ ისინი მიუხედავად ყველაფრისა რჩებიან საკუთარ პოზიციაზე. თქვენც ფიქრობთ რომ აღარ უნდა გქონდეს ოპოზიციურ ფლანგს წინააღმდეგობაში მყოფ ოპოზიციურ ფლანგს მოლოდინი იმისა რომ ლელო გადაიფიქრებს. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება ბუნებრივია ძალიან სასიხარულო ამბავია, მაგრამ ამ შემთხვევაში ყავალაშვილის დღევანდელი გადაწყვეტილება მხოლოდ ერთადერთ რამეზე მეტყველებს, რომ ლელოს პოლიტიკური პოზიციონირება, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ კრიმინალურ პროცესში გადაწყვეტეს გახარიას პარტიასთან ერთად ტანდემში შესვლა, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისთვის, ანუ რუსული რეჟიმისთვის, ყავალაშვილის დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ ილუსტრაცია მოხდა, რომ აღარ წარმოადგენენ აღარც წინააღმდეგობაში მყოფ პოლიტიკურ სუბიექტს და აღარ ცვლილებებისათვის მებრძოლ პოლიტიკურ პარტიას და ეს გამოჩნდა ყავალაშვილის დღევანდელი გადაწყვეტილებით. ანუ ისინი აღარ არიან საფრთხე რუსული რეჟიმისათვის. ანუ ისინი აღარ არიან ოპოზიცია, დღეს ლენე ხოშტარია საუბრობდა, რომ ის ნამდვილ მისი მოწოდებაც სწორედ აი ამ პათოსის იყო, რომ დარჩნენ ნამდვილ ოპოზიციაში. ანუ შესაბამისად თუ ნამდვილი ოპოზიცია არ ხარ რა ქვია ასეთ ოპოზიციას? ნამდვილ ოპოზიციაში ყოფნა დღეს გადის წინააღმდეგობის ხაზზე, ხო? წინააღმდეგობაზე გადის. არჩევნები რომელსაც თავად ამ ვითომ არჩევნებში მონაწილე პარტიული სუბიექტები გახარიაზე მაქვს საუბარი, ინტერვიუ რომელიც მისცა მან ბოლოს და ასევე წინასაარჩევნოთ ეგრეთ წოდებულად მიცემულ მათ მიერ დაბრიფინგებულ ამბებზე ისინი манипуляციურს უწოდებენ ამ არჩევნებს. манипуляციური არჩევნები რას ნიშნავს? манипуляციური არჩევნები ნიშნავს გაყალბებულ არჩევნებს, სადაც დიდია ჩარევის, ხო, ეფექტი და როლი. манипуляცია მაგაში ნიშნავს შედეგებით იმ არჩევნებში შესვლა, სადაც კობახიძე წინასწარ აანონსებს თბილისის საკრებულოში რამდენ ადგილს აიღებენ. კობახიძე კი არა, რიგითმა წევრებმა იციან, რომ 40-ზე მეტი ადგილი აქვს წინასწარ კალკულაციაში, ხო? შესაბამისად, ვინც აი ესე წინასწარ გათვლილ, დალაგებულ, ეგრეთ წოდებულ არჩევნებში აპირებს შესვლას და გადაწყვეტილი აქვს და თავს ოპოზიციად მიიჩნევს, ყავალაშვილის გადაწყვეტილებითაც გამოჩნდა, რომ რეალურად სისტემასთან თანამშრომლობაში მყოფი პოლიტიკური ჯგუფები არიან სისტემური მოკავშირეები რუსული რეჟიმის და შესაბამისად რასაც ოპოზიციონერობა ქვია და ბრძოლა ქვია რეჟიმის წინააღმდეგ, ძალიან კატეგორიულად ხომ არ ხართ, როდესაც აი მაგალითად ლელოს უკვე გახარიასთან ერთად უწოდებთ სისტემასთან თანამშრომლობაში, ან ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობაში მყოფ, არ ვიცი, სისტემურ ოპოზიციას. მათი არგუმენტია, რომ ისინი წინააღმდეგობაში ვერ ხედავენ ვერანაირ პერსპექტივას, მეტიც არანაირი კონკრეტული გეგმა ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციურ ფლანგს არა აქვს. ამავე დროს ვხედავთ, რომ იგივე ეგრეთ წოდებულ რვიანში არის გარკვეული წინააღმდეგობები, დაპირისპირებები, იქაც ერთმანეთში ვერ გარკვეულან ვინ რა პოზიციაზეა, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. ამ 8 პროდესალურ პარტიას ჰქონდა ერთი ძალიან მკაფიო ამოცანა 4 ოქტომბრის ეგრეთ წოდებული არჩევნებისათვის. ამ 8 პარტიის გაერთიანების ერთადერთი მიზანი იყო, რომ არ შევსულიყავით და არ გვეთანამშრომლა რეჟიმთან, არ შევსულიყავით ეგრეთ წოდებულ თვითმმართველობის არჩევნებში. შესაბამისად, იქ არანაირი დაპირისპირება ამ საკითხთან დაკავშირებით, რა საკითხის ირგვლივაც ვიყავით გაერთიანებული, არ არსებობს რეალურად, ხო? ეხლა რაც შეეხება ლელოს და გახარიას, რომელიც ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, არა როგორც ოპოზიციაში ყოფი პარტიისათვის, რომლის ლიდერების, აი მაგალითად, ხო, დღეს ნიკა მელიას, რაც გაიტაცეს, ნიკა მელიას გატაცებიდან შესრულდა 100 დღე. 100 დღე არის გასული და ჩვენ კადრებიც არ გვაქვს, გამოძიება არ არის დაწყებული მის გატაცებასთან დაკავშირებით და ჩვენი კოალიციის 4-ვე ლიდერი, ნომერი 4, რომელიც არ გარიგდა, ჩვენი კოალიციის 3 ლიდერი ზის ციხეში რეჟიმთან არ თანამშრომლობის გამო. და ახლა გახარია, რომელიც გერმანიაში არის გახიზნული და რაღაცა ცირკად წოდებულ და
კრიმინალურ სპეცოპერაციად წოდებულ, ეგრეთ წოდებულ არჩევნებში შესული პარტიის ლიდერები გვესაუბრებიან, რომ თურმე აქეთ მყოფ, ბრძოლაში მყოფ, წინააღმდეგობაში მყოფ, ართანამშრომლობაში მყოფ და ელეგიტიმაციის პროცესში, ქართული ოცნების ელეგიტიმაციის პროცესში მყოფ პროდასავლურ პარტიებს, რომლებმაც დიდი ფასი გადავიხადეთ, რა არის ეს ფასი, ხო? ჩვენი კოალიციის ლიდერები ციხეში. უარი თქვით საპარლამენტო მანდატებზე პირველი ვიყავით. უარი თქვით საპარლამენტო დაფინანსებაზე. არ ვიღებთ ლელოძლიერ საქართველოს, არის. არ ვიღებთ მონაწილეობას საკრებულოს არჩევნებში, ხომ რეალურად. ყველაფერზე უარი გვაქვს ნათქვამი, რამაც შეიძლება პარტიულ სუბიექტებს სიცოცხლის უნარიანობა შეუნარჩუნონ ფინანსური და ინსტიტუციური თვალსაზრისით ვამბობთ, მაგრამ პარტიის სიცოცხლის უნარიანობა რეალურად ეხლა ცოტა შორმანძილზე რო გავიხედოთ, ჩვენი პრობლემა პოლიტიკური სპექტრის ეგ არის, ყოველთვის ეგ იყო, მე ესე მგონია, რომ ჩვენ არ ვიგეგმებოდით გრძელვადიან პერსპექტივაში. გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ბრძოლის ხაზმა რო გაძოლოს. მაშინ, როდესაც საგარეო ფაქტორები რო დააწვება რუსულ რეჟიმს აუცილებლად და არაც ხდებათ მათ მორიგის სანქციები, ხომ? არაც ხდება სამწუხაროდ ამ ქვეყანას უვიზო რეჟიმის შეჩერება, ხომ? და ძალიან მძიმე კიდევ ფინანსური სანქციები, აუცილებლად დაფინანსებები რო შეჩერდება, გრანტები რო შეჩერდება, ამის ფას მოსახლეობა გადაიხდის, ხომ? აუცილებლად ქვეყნის შიგნით უნდა იყვნენ ის პოლიტიკური სუბიექტები, დასავლური სუბიექტები, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში სანამ პროტესტი იყო, ხომ, შეინარჩუნეს პრინციპულობა, შეინარჩუნეს გულწრფელობა, შეინარჩუნეს თანმიმდევრულობა და უერთგულეს იმიდიას და იმ ფორმულას გამარჯვებისას, რისიც სჯეროდათ და ამ გამარჯვების ფორმულაში ჩვენ მარტო კი არ ვართ, ხალხიც ასე მიიჩნევს. ხალხს დღეს რო ვკითხოთ ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობას, ხომ რეალურად კვლევები იყო. ამ კვლევების მიხედვით ოპოზიციურად განწყობილ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკოსები თავად რომლებმაც ჩაატარეს, ხომ? 50%-ზე მეტი მათივე ამომრჩეველი და ოპოზიციურად განწყობილია. ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი მივან მეტიც ისინი ამბობენ, რომ ამ სიტუაციაში ურთიერთ თავდასხმით კი არ უნდა იყოთ დაკავებული, არამედ ერთგვარი მორატორიუმი უნდა ქონდეთ გამოცხადებული. მეტიც დღეს ერთ-ერთი წარმოადგენელი ლელოსი საუბრობდა, რომ ახლა მეორე ოპოზიციური ფლანგიდან საკუთარ ამომრჩეველს უნდა მოუწოდებდნენ, რომ მოვიდნენ საარჩევნო უბანთან და სწორედ ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებას მისცენ ხმა და მხარი დაუჭიროს. მე მახსოვს ეს პარტიები რომ იძახდნენ რომ არანაირ არჩევნებში მონაწილეობას არ უაპირებთ სანამ ამ ქვეყანაში არ ჩაინიშნება რიგარეში საპარლამენტო არჩევნები და სანამ პოლიტპატიმრები არ იქნებიან თავისუფლები შესრულდა არ შესრულდა ამას ხედავენ სხვათა შორის აი დღეს ვუსმენდი ადგილობრივ არჩევნებს ხედავენ როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტს აი ამ ორი მიზნის მისაღწევად არ ვიცი როგორ ამას ვკითხავ აუცილებლად როცა სტუმრები აი გიორგი გეყოლებათ ჩემს მერე ხო ის თესკოს წევრი არის როგორ აპირებენ ძალიან მაინტერესებს მოქალაქეების არჩევანის დაცვას მაშინ როდესაც გამოდიან არჩევნებამდე 2 თვით ადრე და ამბობენ უკვე წუწუნებენ იმაზე, ხო, რაც რეალობაა და მოცემულობაა, რაც ყველამ ვიცით, რომ ქართული ოცნება მათ დაკვირვების შესაძლებლობასაც არ მისცემს. ამ არჩევნებს არ დააკვირდება მათ შორის არც ეუთო, არც არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენი შეცვლილი წესების მიხედვით დამკვირვებელს, ადგილობრივ დამკვირვებლებსაც კი არ ექნებათ იმ ყუთებთან მისვლის შესაძლებლობა, ხო? აი ამ ტექნიკურ ნაწილს რო თავი დავანებოთ. მათ შორის გახარიას პარტიამ თქვა, რომ იგი ლეგიტიმაციის მიცემას არ აპირებდა პარლამენტისთვის და ჩვენ ნახეთ გამოდის და ამბობს, რომ არ გამორიცხავს. საერთოდ აი ასეც იქნება შესვლას პარლამენტში, ხომ? აი ეს არის ყველაზე მძიმე, რეალურად ყველაზე მძიმე მათთვისაც პირველ რიგში, როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის სამწუხაროდ, მაგრამ მძიმე პროცესისთვისაც ეს აუცილებლად უნდა თქვა და მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე ძალიან იმედგაცრუებული ვარ, იმიტომ სამწუხაროდ ეს მერე ამას დრო დასჭირდება ამის დალექვას, მაგრამ სამწუხაროდ პროცესზე ჯერ ერთი ნიჰილისტურადაც იმუშავებს რაღაცა პერიოდის განმავლობაში, ხო? ლელოს და გახარიას ეს გადაწყვეტილება მოღალატეობრივი, ჩემი აზრით გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ ვამბობ, ისინი ჯობია გულწრფელები ყოფილიყვნენ და ეთქვათ, რომ ეს მათ პარტიების გადასარჩენად სჭირდებოდათ, პარტიული სტრუქტურების შესანარჩუნებლად სჭირდებოდათ, ვიდრე დაპირებოდნენ. ნეგატიურად იგივე 4 ოქტომბრის აქციაზე შეიძლება იქონიოს გავლენა, მუხტი დააგდოს, იმდენი ადამიანი არ მოვიდეს პროტესტის გამოსახატად, აი რა როგორ შეიძლება? თუ პირიქით 4 ოქტომბრის აქციას ექნება იმხელა ძალა და რესურსი, რომ შეგიძლიათ თქვენ შეუშალოთ ხელი, არ ვიცი, საარჩევნო პროცესს. არა, ამას ექნება ნეგატიური გავლენა რა მიმართულებით. მაშინ, როდესაც ვიძახით, რომ ხელისუფლება მიტაცებულია, არჩევნებს ყოველთვის აყალბებენ, ხომ ძირითადი საარჩევნო პრინციპები ყოველთვის დარღვეულია ამ ქვეყანაში. ეს ხალხი, რომლებიც 9 თვე შესრულდა უკანონო პატიმრობაში არიან და ზოგს 2 წელი მიუსაჯეს და ზოგს 8 წელი მიუსაჯეს, სთავაზობდნენ სხვათა შორის პოლიტპატიმრებს, ხომ ბოდიშის მოხდა საპროცესო გარიგებებს, აღიარებას და მონანიებას და ამის სანაცვლოდ გათავისუფლებას, ხომ? მათ მიერ აი ეს განცხადებები პროცესს არ
დააზიანებდა ნამდვილად ამ ბიჭებს რომ ეს განცხადება გაეკეთებინათ, მაგრამ ისინი თავიანთ ღირსეულ პოზიციაზე დარჩნენ და ერთი ნაბიჯიც არ გადაწყალება. მოდი ვიყოთ ობიექტურები, არ უთხოვია ყაველაშვილმა გამოაცხადა რომ ვინც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ეს იყო ყაველაშვილის განცხადება. როგორ უნდა მიემართათ, მათ არ მიუმართათ. მაგრამ მათ ისე უნდოდათ ქართული ოცნებისთვის დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ზიანზე საუბრობდით, ხომ? აი, რა ზიანს მიაყენებსო? ქართული ოცნებისთვის დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიტაცებული ხელისუფლება შეინარჩუნოს, ეს არის რომ მიიღოს რაიმე ფორმით აღიარება და ლეგიტიმაცია. გახარიას და ლელოს პროცესში შესვლა ნიშნავს აღიარებას ქართული ოცნების როგორც ხელისუფლების სამწუხაროდ მასში როდესაც ყოველას ქვეყნის გარეთ აღიარებული აქვს და დეკლარირებული აქვს რომ ესენი არ წარმოადგენენ დღეს ქართულ ხალხს და ამ ხელისუფლებას ხომ აი ამის ნორმალიზებას ემსახურება და ყაველაშვილის ეს გადაწყვეტილებაც ამის ყველაზე კარგი ილუსტრაცია იყო რომ ისინი გააკეთებენ ყველაფერს აბსოლუტურად რომ პროცესი ნორმალიზება მოახდინონ აი ამიტომ არის დამაზიანებელი და არა პროტესტის ფარგლებში პროტესტი შედგება 13 სექტემბერსაც რომელიც მიმართული არის ამ ქვეყანაში ვიზა ლიბერალიზაციის შენარჩუნებისკენ, ხო? და ამ 13 სექტემბრის საპროტესტო აქციის, რომელსაც აორგანიზებს 8 პარტია სამოქალაქო სექტორი, ხომ? ყველა, ვინც განწყობილი არის ამ ქვეყანაში და ბრძოლის წინა ხაზი არის, აორგანიზებენ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ამ ქვეყანაში ევროკავშირი, ჩვენი დემოკრატიული წინსვლა, სამართლიანი, ეკონომიკურად გამართული, სოციალურად უზრუნველყოფილი ცხოვრება არ ვერ იქნება მანამ ქვეყანაში, ქვეყნის სათავეში იქნება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება და სამწუხაროდ ის სიკეთეები, რომელიც ამ 34 დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 34 წლის განმავლობაში მოვიპოვეთ, ხო? დიდი შრომის, ბრძოლის ფასად ვეღარ შენარჩუნდება, სანამ ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება იქნება სათავეში, ამას ემსახურება 13 ოქტომბერით შედგება. 13 სექტემბერიც, 27 სექტემბერიც, 4 ოქტომბერიც აუცილებლად და ბრძოლა იქნება მანამდე სანამ არ დასრულდება. დინები, ასე ვთქვათ, მოსახლეობაში კიდევ უფრო ღრმავდება, შეიძლება ასე ითქვას, ხომ? დღეინია და დღესაც ვნახეთ განცხადება, რომ 4 ოქტომბერი სახელდება როგორც ერთგვარი, არ ვიცი, მშვიდობიანი რევოლუციის თარიღი. დაანონსებულია, რომ 4 ოქტომბერს დაიწყება და დასრულდება ქართული ოცნება. აი კონკრეტული ასე ვთქვათ სამოქმედო ნაბიჯების შესახებ ინფორმაციას ითხოვენ ვინც როგორც ამ აქციის პოტენციური მონაწილეები ასევე ამ აქციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები ოღონდ ამავე დროს ოპოზიციურად განწყობილი ქართული ოცნების მიმართ. ანუ აი რაც უფრო ცოტა დრო რჩება, მცირე დრო რჩება 4 ოქტომბრამდე, შეგეძლიათ თუ არა 4 ოქტომბრის აქციის არ ვიცი მონაწილეებს და ორგანიზატორებს მეტი სიცხადე შეიტანოთ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რეალურად იმაზე მაინც თუ შეთანხმდით, რომ ეს 4 ოქტომბერი იქნება რაღაცა რადიკალური ცვლილებების, არ ვიცი, დასაწყისი თუ დასასრული, თუ ამაზეც იყო რვიანში ურთიერთდაპირისპირება, არ შეიძლება რაღაცა ყალბი თუ ფუჭი მოლოდინების აღძვრა მოსახლეობაში და ერთ კონკრეტულ თარიღზე გამარჯვების ჩამოკიდება. ცალსახად ჩვენი კოალიცია დღიდან ჩვენი კოალიცია ცვლილებისთვის 4 ნომერი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც 26 ოქტომბრის მერე დაიწყო უწყვეტი აქციები და წინააღმდეგობის ხაზი. მანამ სანამ ამ ქვეყანაში დადგებოდა 28 ნოემბერი, როდესაც კობახიძემ გამოაცხადა, რომ წყვეტდა იგი ევროკავშირთან ასოცირების პროცესს, ჩვენ მანამდე ერთი თვით ადრე სხვა პროდესალურ პარტიებთან ერთად ეს საპროტესტო აქციების ტალღა უკვე დაწყებული ჰქონდა. და შესაბამისად ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი კოალიცია იყო ყველგან, ყველა საპროტესტო მიტინგზე, სადაც ხალხის ნება იყო გამოხატული. ჩვენ 4 ოქტომბერს აუცილებლად შევუერთდებით კოალიცია, მაგრამ ჩვენ არ ვართ ამ 4 ოქტომბრის ორგანიზატორები, იმიტომ რომ და თქვენ ახსენეთ განხეთქილება. ეს განხეთქილების ამბავი არ არის, ეს არის უბრალოდ პოლიტიკური ხედვის ამბავი, ვის როგორ მიაჩნია პროცესის მიმდინარეობა რეალურად და ჩვენ მივეკუთვნებით იმ ტიპის პოლიტიკურ მოთამაშეებს, ვინც თვლის, რომ ამ შემთხვევაში ძალიან რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც
როდესაც ქვეყანასაც, საპროტესტო ტალღასაც, ხალხსაც გამოცდილი აქვს იმედგაცრუების, ნიჰილიზმის, ხო, ესე წინასწარ ჩამოკიდებულ თარიღებზე რეალურად, რომ აი ახლა ვიწყებთ და აქვე ვამთავრებთ, ხო? აი მუხტი შექმნა, მით უმეტეს 2 თვით ადრე, ხო, 2 თვენახევრით ადრე, ხო? შესაბამისად, არ გვინდა რომ ეს მორიგი იმედგაცრუება იყოს, ესე წინასწარ ჩამოკიდებული თარიღის და დაპირების. ამას ხალხი განსაზღვრავს, ხო, რეალურად ეს ბიძგი ცვლილების მოდის ქვევიდან ზევით და არა ზევიდან ქვევით ამ შემთხვევაში. და შესაბამისად 4 ოქტომბერს აუცილებლად ვიქნებით იქ, სადაც იქნება ხალხი და იქნებიან პროდასავლური პარტიები, მაგრამ ამ კონკრეტულად რა იგეგმება ამ დღესთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, იმიტომ რომ არ ვართ ამ საორგანიზაციო ნაწილში. თქვენ ახსენეთ, კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ მხოლოდ თქვენი, ასე ვთქვათ, კოალიციის 3 ლიდერი იმყოფება იგივე მუხლით. რა მუხლითაც საპატიმროში იყვნენ ხაზარაძე, ჯაფარიძე, ციხეში, თქვენ გამორიცხავთ, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნებამდე, არ ვიცი, პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით ქვეყნის შიგნით თუ საერთაშორისო პარტნიორებთან, ან თუნდაც დაანონსებული პროტესტის მუხტის დასაგდებად შეწყალების მორიგი აქტი, სწორედ დანარჩენი პოლიტიკოსების და მათ შორის თქვენი ლიდერების მიმართაც გამოსცეს, ანუ ამ შემთხვევაშიც ხომ არ მოყვება ამას გარკვეული, ასე ვთქვათ, ვერსიები და კონსპირაციები შესაძლო გარიგების თაობაზე? ერთი რამე არის ცხადი. რეჟიმისთვის, როგორც თქვი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რაიმე ფორმით, რაიმე სახით. აღიარების მიღება, ლეგიტიმაციის მინიჭება. ჩვენი კოალიციის და 4 ნომრის 3 ლიდერი, ნიკა მელიანი, ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე, ძალიან დიდი ხანია უკვე რეჟიმთან იმყოფებიან ართანამშრომლობის და წინააღმდეგობის პროცესში. შესაბამისად, ისინი არაპირებენ ამ გზაზე, ისე როგორც ჩვენი პარტია და ჩვენი კოალიცია არაპირებს რაიმე ტიპის გარიგებაზე წასვლას ქართულ ოცნებასთან და რაიმე ტიპით თანამშრომლობას ქართულ ოცნებასთან და შესაბამისად არაპირებს არც პროცესის და არც ხალხის ღალატს. შესაბამისად, ნამდვილად გამოვრიცხავ ამ ეტაპისათვის და ამ მოცემულობით, რომ ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და რუსული რეჟიმი შეიწყალებს ჩვენ კოალიციის ლიდერებს პირიქით მოლოდინი მაქვს რეალურად, რომ უახლოეს პერიოდში შეიძლება დაუმძიმოს კიდევაც ბრალი და გაუხანგრძლივოს მათ რაიმე ფორმით ციხეში ყოფნა. კი ბატონო, მადლობა ანა გოგოლაძეს, კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთ ლიდერს უსმენდით.